ზაურ ბოლქვაძიშვილობა დაგეხმარა ცხოვრებაში. რა თქმა უნდა. დღემდეც მეხმარება მამაჩემის სახელი და გვარი, იმიტომ რომ ძალიან უყვარდათ. და ამდენი წელი გავიდა და ხვდები, ვისაც ახსოვს, ვისაც ქონდა მასთან ურთიერთობა, ყველა მეუბნება, რომ აი ესეთი მამის შვილი ხარ. თავარი დარიგება მამისგან რა იყო? მამამ 9 წლის ასაკში მე დამიდო როიალზე, მაშინ როიალი არ მქონდა, პიანინო მქონდა და სოკრატეს სიტყვები დამიდო, რომ იარე შენი გზით და ილაპარაკო რაც უნდათ. ეს არ ვიცი რატომ განსაზღვრა მან, რომ უნდა ეს ჩემთვის ან 9 წლის ბავშვისთვის ეთქვა, მაგრამ ფაქტია, რომ მართლაც ასეა, იმიტომ რომ შენ როცა იცი რასაც აკეთებ და შენი გზით მიდიხარ, იქ უკვე აღარ არის საინტერესო სხვისი თქვათ ანალიზები. უნდა იცოდე შენ რა გინდა და კარგად იყო ალბათ შენ თავში უკვე დარწმუნებული, რომ ნამდვილად კარგ რაღაცას აკეთებ. მამასთან ბოლო საუბარი თუ გახსოვთ? მამასთან ბოლო საუბარი, იცით რა იყო? ესე იგი ჩაწერაზე უნდა წავსულიყავი მეორე დღეს და მე ფაქტობრივად მამამ ნახე გარდაცვლილი სახლში. ძალიან ესეთი მძიმე სურათი იყო, იმიტომ რომ უნდა წავსულიყავი ჩაწერაზე და ვეძებდი დილას, სად არის მამა. და დამიბარა ის, რომ სიგარეტი მიყიდე დილას თუ შეგიძლიაო, რომ მოხვალ ჩაწერიდან. და აი ესე, რეალურად ჩვენ ახლა მუსიკაზე ვლაპარაკობთ ის დღეები, იმიტომ რომ ჩაწერები მქონდა რახმანინოს და რახმანინოს მეხუთე კონცერტს ვასრულებდით და აი ამ თემაზე. მოულოდნელად მოხდა მამის. საერთოდ ხო, არაფერი არ, ალბათ რაღაცები როგორ არ ტკიოდა, ალბათ თორე ესეთი რაღაც არ მოხდებოდა. ინფარქტი განვითარდა უცებ ღამე. დილის დროს და მე ვნახე ჩემი თვალებით მის საწოლთან, ესე იგი დილა ეტყობა ვერ ეძინა და ძილში მოხდა რაღაცა და მე საშინელი სტრესი იყო, რა თქმა უნდა, სტრესზე არა მაქვს ლაპარაკი, საერთოდ როგორ არ ვიცი, როგორ ეს ალბათ მაშინ ფიქრობდი, რომ ადამიანს ეტყობა ყველაფრის გადატანა შეუძლია, მაგრამ ეს ისეთი მოულოდნელი რაღაცა იყო, როცა ადამიანი ავადმყოფობს, ეჩვევი რაღაცას და ეს იყო ძალიან მოულოდნელი რაღაცა. და ამ პერიოდში დატვირთული გრაფიკიც ჰქონდათ, როგორც მე. ამ პერიოდში მე ახალი ჩამოსული ვიყავი ირლანდიიდან, სადაც პრემია მივიღე და ახალი ჩამოსული ვიყავი კონკურსიდან, ესე იგი. და ნუ რა გითხათ ახლა, ამანც არ შესვალა ჩემი ცხოვრების ყველაფერი ამ ტრამვამ, იმიტომ რომ არ ვიცი რა დავარქვა ახლა რა არის სტრესი ხო? ამ პერიოდში გიფიქრიათ იმაზე, რომ დაკვრისურული არ ქონდათ და კონცერტებზე არ გამოხვიდოდით, ხო არ იყო ეს მომენტი? საერთოდ არაფერს არ ვფიქრობდი, მე ერთადერთი იმაზე ვფიქრობდი, რომ როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება, იმიტომ რომ გააღმოჩნდი ესე რაღაც დიდი სიცარიელე და ავსტრიაში მივდიოდი კონტრაქტით უკვე. და ეს იყო ძალიან დიდი ისეთი რთული გადაწყვეტილება ჩემთვის.